აი ამ დროსაც ვისაუბრეთ თავად ბატონ გელას, რომელიც სამართლებრივში ერთიანეთის სამართლებრივში არის მოთავსებული და არის საკმაოდ სერიოზული შოკის ქვეშ და უტარებენ დახმარებას ექიმები. რამდენადაც მან მომაწოდა ინფორმაცია, ჩამოთვლილი აქვს ტექნიკა, მანქანა არის პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე უპატრონოდ მიტოვებული და მას საკმაოდ სერიოზული შეურაცხყოფა მიიღეს პოლიციის შენობაში. სამწუხაროა, რომ ჩვენ ახლა ვართ შორს მისგან და ძალიან მალე ვერ გვახერხებთ ჩასვლას, მაგრამ აუცილებლად როგორც კი დავუბრუნდებით დღეს თბილისში, უბრალოდ დავიწყოთ უფრო მეტ მოკვლევას ჩვენი მხრიდან. როგორც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე მისთვის პროფესიული საქმიანობის ხელისშეშლას არ დავტოვებთ უპასუხებლად. ჩემი მოსაზრებაა და შეიძლება ასევე დავცნობთ, რომ რაც უფრო მაღლა იწევს პოლიტიკური ტემპერატურა, რაც უფრო ახლოვდება საარჩევნო ბატალიები, მით უფრო გახშირდება ეს, იმიტომ რომ ერთადერთი, რასაც ემსახურება ესეთი ანგარიშსწორება ჟურნალისტებთან, ცალკეულ ჟურნალისტებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ემსახურება იმას, რომ მათ სწორედაც არ მოიპოვონ და არ გაავრცელონ იმ ალტერნატიული ტიპის ინფორმაცია, რომელსაც საერთო ეროვნული მაუწყებლები არ ავრცელებენ და შესაბამისად ამით კიდევ ერთხელ შეზღუდვენ ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებულობის ხარისხი.